სახეზე რა შემატყრე ვისთვის არის? ხო, მართლა Spotify-ს subscription-ი ჩავხდი. ამ წუთას ბასები საკაიფოდ მოაქვს და ამ კურსასმენებზეც მიიგებთ -30 ლარს. ვიზუალი გადასარევია, ლამაზია. Quantifury არის ყველაზე საუკეთესო პლატფორმა, სადაც შენ შეგიძლია ივაჭრო ყოველგვარი საკომისიოების გარეშე. მადლობა, მინდა მოუხადო All Market G-ს იმისათვის, რომ წარმოგვიდგინოთ ჩვენი ძვირფასი ყურსასმენები რევიუსთვის. დღევანდელი ჩვენი სტუმარია Razer-ის ყურსასმენები Opus X Mercury Edition. Mercury Edition-ი ფერის გამოა და გავხსნათ ჩავხედოთ რა ხდება შიგნით, რა მოყვება, რით იჭმევა, როგორ ისმინება, რანაირი ხმა აქვს და სხვათა შორის ამ ყურსასმენებს Active Noise Cancellation-ს აქვს. აუცილებლად მოვისმინოთ კაკრას გარეთ ვიმყოფებით, როგორ დაახშობს აი კალიების, ხოჭოების, პოლიციის ხმას და ასე შემდეგ. ხო, და კიდევ ერთი. როგორც ყოველთვის, ჩემ ვიდეოებში ფასდაკლება გექნებათ ამ ყურსასმენებზე აუცილებლად და გავხსნათ ყუთი. ამოვიღოთ აქ რა თქმა უნდა მაკულატურა, ჩვეულებრივი. ო, მალადეც. რამდენადაცაშია შეფუთული. 2 USB კაბელი და ესეც ჩვენი ყურსასმენი. რაღაცა საინტერესოა, ნახოთ. რა გვაქვს აპლიკაციაში, ჩავხედოთ ეკრანზე. პირველი გვაქვს Active Noise Cancellation-ი, ჩართვა, გამორთვა და ambient-ი. Ambient mode-ი აკეთებს რას? Ambient mode-ი გვეხმარება იმაში, რომ ქუჩაში თუ მოძრაობ აი ესეთ სახიფათო ადგილებში, ან ველოსიპედზე, ან სკეიტბორდზე და მანქანამ რო არ გადაგაუთოვოს და ყურადღებით იყო, გამჭვირვალე რეჟიმია, გესმის გარეთა ხმის ესე ვთქვათ, გარეთა ხმა, მოკლედ. შემდეგ გვაქვს on-ი და off-ი. Active Noise Cancellation-ი მუშაობს საკაიფოდ, ბავშვების ჭიჭკინს ახშობს, რაც თავარია. თუ დასვენება გინდა და ყურადღება არ გინდა გადაიტანო სადღაც ბავშვების ჭიჭკინი და ეგეთ ხმებს ახშობს. მანქანების ხმებიც იქშობა, პოლიციის ხმა და ესე ჭრიჭინების ხმებიც იქშობა და მოკლედ საკაიფოდ მუშაობს. ცუც ვერაფერს ვერ იტყვი, თავარია მუსიკის მოსმენის დროს რა შვება. საერთოდ როცა ყურსასმენები უხარისხოვებია, noise cancellation-ის ჩართვის დროს გაკლდება ბასები. ცოტა ჭყიპინა ხმაში გადადის ხოლმე. შემდეგი გრაფა ჩვენ გვაქვს equalizer-ი, equalizer-ში სამწუხაროდ აი ეს ახლა რაც არ მომწონს, ეს არის ის, რომ equalizer-ში ხელით არ შეგიძლია გაასწორო. აქ პირდაპირ გვაქვს amplified-ი, default-ი, enhance and bass, enhance and clarity და vocal-ი. ანუ ხელით custom-ს ვერ აკეთებ და equalizer-ის აი ეს შკალას ვერ აწევ, ვერ ჩამოწევ, უბრალოდ თავისი რაც აქვს გამზადებული ეგ არის და ეგ. ეს არის კიდევ ერთი მინუსი, რაც არ მომწონა ამ ყურსასმენებში. ხო, და ბატარეიკა, რაც თავარია. წარმოებელი აცხადებს, რომ Active Noise Cancellation-ის აქტიური მუდმივად ჩართულობის დროს ელემენტი ყოფნის 30 საათი. ანუ Noise Cancellation-ის აქტიური მუშაობის დროს 30 საათი იმუშავებს და Noise Cancel-ის გარეშე, ანუ გამორთულზე იმუშავებს 40 საათი. სიმართლე გითხრათ არ გამიტესტავს რამდენი საათი იმუშავებს, იმიტომ რომ 40 საათი ამის მოსმენის თავი არც არავის არ აქვს, მაგრამ ნახოთ. დავაყენოთ ჯერ noise cancellation-ის გარეშე, ნახოთ როგორ მოусმენ, ჩავრთოთ ჩვენი Spotify. ხო, მართლა Spotify-ის subscription-ი ჩავრთ. მომილოცავ? Okay. ეხლა მოგიყვებით ვისთვის არის ეს ყურსასმენები განსაზღვრული. შენ რას ფიქრობ, თორნიკე არ მოგისმენია, მაგრამ სახეზე უნდა მითხრა. სახეზე რა შემატყრე ვისთვის არის? მაგათთვის არის? ბაზარი არის. კაი, დავიწყოთ. ვისაც მაგარი ბასები მოწონს, ეს ყურსასმენები მაგათთვის არ არის. პირველი. ანუ ბას-ჰედების ყურსასმენი არ არის. მე ცოტა გადამეტებული ბასებიც მიყვარს, არ ვალავ მაგას. ამ ყურსასმენებზე იკაიფებს პიროვნება, რომელიც უსმენს jazz, pops, ცოტა ambience, აი ესე, აი მაგ სტილში,
ანუ ჩვეულებრივი სამოყვარულო სტანდარტული კურსასმენებია, რომელიც არ არის განსაზღვრული ბასედებისთვის. ძალიან ბევრ ადამიანს სხვათა შორის ბასი არ მოწონს. ზოგი ამბობს, რომ ყურებს მტკენს ბასი, აი ესე მიბერავსო ძალიანო და ყურებს მტკენსო და თავს მტკენსო და მეჭირება თავზეო და ზოგს აქვს ესეთი წარმოდგენები. ამიტომაც ეს არის ჩვეულებრივი აი ესეთი პოპსა როჟა, რომელზეც მოусმენ პოპს, ვოკალს, ინსტრუმენტალს მოусმენ, ანუ კლასიკას მოусმენ კარგად, ჩვეულებრივად, მაგრამ ბასთან შორია. აღსანიშნავი ის არის, წეგან თქვი, რომ ხელით ვერ ასწორებ ეკვალაიზერს. რა ვიცი, თუ აპდეიტი გამოუშვა Razer-მა და ხელით გასასწორებელი ეკვალაიზერი, ანუ მანუალით თუ შეძელი, სავარაუდოდ ბასის მომატებასაც შეძლებ. ვიზუალს რაც შეეხება, სხვათა შორის ძალიან ლამაზი ვიზუალი აქვს. ყურზე არ გაჭერს. აი ესე ჩვეულებრივად ყურზე გიკეთია და არ გაჭერს, არ გიშლის. თავის ქანქარის დროსაც არ ვარდება და მოგუდული ყურსასმენებია. ეს ამბაშურები არ არის ცუდი ხარისხის, სხვათა შორის მახსოვრობიანი არ არის, მაგრამ ცუდი ხარისხისაც არ არის. კიდევ ერთი რაც არ მომეწონა ამ ყურსასმენებში, ეს არის ის, რომ არ აქვს 3-5 მმ-იანი ჯეკი. ანუ ნახე, ვერ მოусმენ ამ ყურსასმენებით Bluetooth-ის გარეშე. თუ ტელეფონით გინდა მოსმენა, ტელეფონზეც Bluetooth-ზე უნდა მიება და თუ კომპიუტერზე გინდა მოსმენა, კომპიუტერზეც Bluetooth-ით უნდა მიება. 3-5 მმ-იანი ჯეკები არა აქვს. აქ გვაქვს ერთი მიკროფონი, აქ გვაქვს USB Type-C შესაერთებელი დამტენი. შემდეგ მოდის ჩართო-ღამურთვის ღილაკი. ამ ღილაკზე სამჯერ დაჭერისას ირთვება და ითიშება Active Noise Cancellation-ი. შემდეგ მოდის პლუსი და მინუსი, ანუ ხმის, აწევა და დაწევის ფუნქცია. ეს არის ჩვეულებრივად სტოპი და პლეი. ხო, მონაცემებს რაც შეეხება ამ ყურსასმენების ჩამოიწერება აი აქ ეკრანზე, შეგიძლიათ დეტალურად წაიკითხოთ. ლოუები, ანუ ბასები, ჩამოვაყალიბოთ. ბასების ნაკლებობა აქვს. შემდეგ მიდები, საშუალოები კარგად ისმის, ნორმალურია. ჰაიები ცოტათი ჩაგუდულია, ცოტა გაგუდული ჰაია. ვიზუალი გადასარევია, ლამაზია. აწყობის ხარისხი არ არის ცუდი, სხვათა შორის ძალიან კარგად არის აწყობილი. ვერც ვერაფერს ვერ მოუძებნი, სილამაზეშიც ნორმალურია. სხვადასხვა მუსიკაზე სხვანაირად იქცევა. აი ხა მაგალითად ბასები მომეწონა. აი ხა ჩართული მაქვს ვაფშე სხვა სტილის მუსიკა და ბასები თითქოს წამოიღო. ვერ გაუგე. ამ წუთას ბასები საკაიფოდ მოაქვს. წეგან რო ჩავრთე, ცოტა სხვანაირი ბასები ქონდა. ამ წუთას წამოიღო. აი ეხლა აი ამ მუსიკაზე წეგან რო უსმენდი, ვაფშე სხვა ბასები ქონდა, ეხლა ამ მუსიკაზე სხვა ბასები აქვს. ეხლა საერთოდ სხვა აზრის ვარ ამ ყურსასმენებზე და ვერ ვიტყვი რომ ბასები არა აქვს მე. აი ვერ გავი. წეგან ჩავრთეთ, თორნიკე აღნიშნა ზუსტად. აი სცენაზე რაც მე ვთქვი, იქიდან მივიგვერდა რანაირად ეგ მუსიკებზეო და რაღაცაო და რო გაიკეთა და მუსიკების შეცვალა ზუსტად იგივე თქვა. ანუ რაღაცა სტილის და რაღაცა ჟანრის მუსიკა მოწონს ამ ყურსასმენს, რაღაცა არ მოწონს. ზოგ მუსიკაზე არ მოაქვს. ანუ არის რაღაცა ჟანრები, წეგა როგორც აღვნიშნე, რაღაც მუსიკაზე მოაქვს ბასები, რაღაც მუსიკაზე არ მოაქვს. ანუ ეს არ არის ბასედები, როგორც გითხარით, მუდმივად მომეტებული ბასი და გუგული თავში არ გექნება, მაგრამ რაღაც ჟანრის სტილის მუსიკაზე ბასები გექნებათ. ყველაფერზე არა. ყურსასმენების ლინკი აღწერილობაში იქნება, რა თქმა უნდა, და ფასი შეადგენს 300 ლარს Allmarket G-ზე. რა თქმა უნდა, ჩემს ყველა ვიდეოში ფასდაკლებები გექნებათ და ამ ყურსასმენებზეც მიიგებთ -20 ლარს. Get 20 გელ უნდა აუკრიფოთ კიდვის ბოლო ეტაპზე, ანუ ქვევით gift card-ის კოდში აუკრიფავთ Get 20 გელ და დაგაკლდებათ checkout-ის დროს, ანუ ყიდვის დასრულებისას -20 ლარს მიიგებთ აი ამ ყურსასმენებში. როგორც ყოველთვის, ჩემს ვიდეოებში ყოველთვის გაქვთ ფასდაკლები. სპეციალური მადლობა მინდა მოუხადო არხის დონატორებს. დიდი მადლობა ყველას. მე ამაყებით მომხნევებთ, მიყვარხართ და მიხარიხართ. მადლობა.
შეგიძლიათ გაიქცეთ, იქიდოთ ეს კურსასმენები ფასდაკლებასაც მიიგებთ 30 ლარიანს და ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. კარგად.